პროფესორ გივი ბიზანდარის მეთაურობით, რომელიც ჩვენ და სასიხარულოდ ჩვენი ქალაქის მკვიდრი გახლავთ, გადაწყვიტა, რომ მოქალაქეთა საქართველოს მოქალაქეთა კავშირთან ერთად გაეკეთებია ასეთი ღონისძიება. მოგზაურობთ საქართველოში აღმოსავლეთიდან და ნამუშევრებს გამოყენის აქვს ოქროს სარდაფში შექმნის აი იმ პერიოდში, როცა ისინი იყვებოდნენ ქუთაისში, ბაგრატის ადგილსაც მიუწერა რაიმე შეფასება ნამუშევრებს, მაგრამ თვითონ ეს ჩანაფიქ, თვითონ ეს ღონისძიება მათ დამხდარ საზოგადოებას იმისათვის, რომ მოვიდა დაესწრო პატივისა და დაასწრო პატივი ამ ახალგაზრდებს და გისურვოთ წარმატება, იმიტომ რომ თქვენ ამ მატვილების ნამუშევრების გამოყენა მოეწყოს ევროპაში, დასავლეთში და უსურვოთ მათ წარმატება ამ დიდ საქმეში. რა დიდი ეროვნული ღრმა აზრი იყო ჩადებული ამ ღონისძიებაში. ძალიან დღეს და ყველა იმას, ვინც ძალიან დიდი დახმარება ატაროთ ამისათვის, ასე რომ ვთქვათ, და ამავე დროს მინდოდა მასალების შეგროვებია საქართველოს უნიობის წიაღიდან, ასე რომ ვთქვათ. ბაშორის მეგობრებო, ეხლა მხატვრები უმეტესად ევროპაში ჩვენთან და სადაც გინდა მუშაობენ უმეტესად. მე ამის გარდა ცოტა არ იყოს გამოყენილი ხშირად ეცობა თბილისში, ქუთაისში, ხოლოს ქალაქებში და ეს ცენტრალური პროსპექტებია მარტო და რო დავიწყეთ ჩვენ მცხეთიდან მოყვებით ასე ვიყავით სოფელი გარიყულა, მე ერთად მინდა ატეგიტეს ასეთი დღე და გააკეთეს ბიჭებმა, სტუდენტებმა ძალიან ბევრი ჩანახატები. მე ნებას მივცემ ჩვენ თავს ახლა ერთი ორი სიტყვა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუდენტები, აგერ არის მეოთხე კურსის ფერწერი სტუდენტი. აგერ არის გელა კაპანაძე ნუ უკვე მეოთხე კურსი და მე რა არის ძალიან საინტერესო მე როდესაც ჩვენ როდესაც მოვიდით ყველა გვეუბნებოდა რომ თბილისში რომ სადმე ხარ ასე გიზა მარტო ის რა ღირის რომ აი ბაგრატის ტაძარზე ყოფნის დროს უამრავი მე ხალხი გავიცანით სულ ყველა იმ ტერიტორიაზე ვინც კი ცხოვრობს ყველა ჩვენი მეზობელი და მეგობარი გახდა ასე რომ ამ მოგზაურობა ძალიან დიდი და ის აბიტურია აგრეთვე მე მინდა აი ყველა სულ ამას მინდა მოგახსენოთ ისიც რომ ეს სურათები არის ეს ჩანახატები და ნუ ეთუდები ასე რომ მე გივი ვაჟა ჭყონია და სხვები მახსოვს ჯერ კიდევ პატარები ვიყავით მეხუთე კლასელები და გივი უკვე მუშაობდა ცნობილი დიომიდე აი ძალზე საშინელი დღეების პერიოდში 91 წლის ბოლოს და 92 წლის დასაწყისში პროფესორ გივი ბიზანდარის ძალიან ბევრი ცდილობს რომ სტაბილიზაცია რაც შეიძლება გვიან მოაღწიოს ჩვენამდე დამით პოლიტიკური კაპიტალი მოიპოვოს ვიღაცებმა და ეს ცხერთა იქნება თუ სხვაგან ასე თავისუფლად გააქიო ხარ ის ნაწარმოებები რომლებიც აქაა გამოყენებული ეკობა თავის შეფასებას იყოს ასე საინტერესო ნაწარმოებებში მე შეიძლება ბატონო გივი ერთი მინდა ყურადღებით
ხდება ყველანაირად. ძალიან დიდი სიტყვა გაჩენეს ადამიანური. ჩვენთვის თავარი ეს არის. ხალხთან მკვიდრ კავშირი და ეს კავშირიც არის და გამოდენეს და უსურო წარმატებები. ამის გარდა თქვენ ბრძანეთ რომ ვალდებულებაა. ეს ჩვენი ვალდებულება არის. ეს არის უბრალოდ ესე იგი დამოკიდებულება. პირველსავე შეხვედრაზე ბატონ ბეჟან ნამიჭეიშვილს და ბატონ ალეკო შენგელიას უთხარი. ის რაც ჩვენთელთ არის გალერეია, საგამოფენო დარბაზი, იქ საგაზაფხულო გამოფენა და ვიტალი კავანაძის პერსონალური გამოფენა. მე რა უფლებს და ჩამოხსნა ეხლა გამოფენა, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, თანხას ვირთით ყველაფერი და ეს დარბაზი ჩემ გაკარგულებაში არ არის ბატონო გივიდა. რაც შეეხება უყურადღებო მე მივლინებით მომიწია თბილისში წასულ და ვერ მეამაცი ცოტა მე გუში როცა ჩამოვედი, ხელი ამბავი უთხარი მთავრებს. მე უნდა ვიყო მოხარი. თქვენ ხო ხარ მოხარი? როცა საქმე არის, ყველა ხარ და როგორ შეიძლება ასე რატო არ აღწამთ რა? უთხარ ყველა საზოგადოებას მილაბარაკო. ტელევიზია იღებს. ლაპარაკო საფრთხის ძინები აქში. ახალდა ფიქრით რომ დააქციეს შეგვიძლია ვშეგეთ. ასე რომ მაგ შეიძლება ის განმარტება იმას კარგად ხონდა ჩაფიქრების მაგრამ კი რომ და მე სელან მანდის გადაღება ტელევიზიამ ის ცოტა გასაჟა რაღაც ცხოვრებაში ყველაფერს ასაჟებდა სერიოზულად. დღეს კი უაღრესად დიდი სერიოზული საქმეა. წერება? აბა მაშინ არ ვლაპარაკებ. გენერებულია ყველაფერი. რა? It's more than that shit. Yes. გამაგზავნის მეცი ჩავედი და სახელები არ ვიცი, იქ ვეღარ ჩავედი. სახელები არ ვიცი. აშენეს გაზეთი და იწერია სახელები, ერთი მიკროფონი, ორს ვარეკრე. აგერად სახელებთან ვიცი სახელები. ანა დაგიმოც კაინასობით და ნიკა. გამომოდი და პარალელი ვაგდა. Debe suprimirse tarde. Debe suprimirse tarde. Ahí este digamos todavía ojo los Ya se puede jugar de tierra. ¿Y se lo está? ¿Tú? Sono quelli che fai, Anonimo. Mira, padre de ჩანახატებს აკეთებენ მე სურათების გამოგება მასალების
გვარი სახელია დაანდებობა და კურსი და ასე შემდეგ. გამოიტანეთ სურათები, რომლებიც აქ კაი სურათები ისინი ძეგლები ცხენდა ისინი. გასაკეთებელი არავის. ბოლო შეშე რო გათავდება ამასაც შევ. ამას. რა. ბატონო, რა მისია აკისრია თქვენს აქციას და საერთოდ რატომ გააკეთეთ ეს პლენერები? რა იცით, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ხელშეწყობით თბილისის სამხატვრო აკადემიამ გადაწყვიტა გაეკეთება ესეთი მოგზაურობა ტურისტული და გაუკეთებია ჩანახატები საქართველოს ვინდა მთელი კუთხე აღწერო ჩვენ ნამუშევრებში და საინტერესო ფერწერის სტუდენტები არიან ჩვენ უჯერესი ბიჭები ჩვენს აკადემიისა და მუშაობთ ასე მოყვებით თბილისიდან და როგორც ხედავთ დღეს ქუთაისში ვართ და გააკეთეს საინტერესო ნამუშევრები. ამ ნამუშევრებს ვაგროვთ ისეთ მხატვარმა უნდა იმუშაოს რაც შეიძლება მეტი თავის საუკეთესო ადგილები, საყვარელი ადგილები და ასე შემდეგ აღსახოს თავის კომპოზიციებში პატარა ჩანახატებს ვაკეთებთ. რის შემდეგ სურათი გაკეთება უკვე და გვინდა ასეთი მიზანი გვაქვს და მოწვევაცა გვაქვს სხვათა შორის რომ ევროპის ქვეყნებში გავიტანოთ ჩვენი ახალგაზრდა სტუდენტების ნამუშევრები. გზადაგზა ვაწყობთ გამოფენებს, მოსახლეობა მოდის ჩვენთან, რაღაც საინტერესოა, დაბეჭდილი გვაქვს ესეთი რაღაც ჩვენს აკადემიის შესახებ პატარა ესეთი კატალოგივით. და ძალიან სიყვარული ხდება სულ ხალხით და იცით ძალიან დიდი რა იცით ესე მეგობრობა გავაბით მოსახლეობასთან მხატვრებს შორის. ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც არა ვართ ჩვენ განყენებულად, სულიერთათა ვართ, ასე რომ ვთქვათ. აკეთებ ჩანახატებს და ყოველთვის აი ჩვენთან არიან ის სოფლის მოსახლეობა, იქნება ინტელიგენციის წარმომადგენლები ზოგიერთ ქალაქებიდან და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ეს. აი ესეთი. და შემდეგი პუნქტი რომელია თქვენს გეგმაში? აქედან ჩვენ გვინდა ნუ ჩავალთ ბათუმში, მაგრამ ბათუმში არ გავჩერდებით, გვინდა აი რომელიმე ღრმა სოფელში შევიდეთ იქ სადმე და აჭარაში და ბატონო? სპიროსოფელში? არა, ალბათ უფრო ისე მთაში სადმე იქით და გავარჩევთ რომელიმე ადგილს, ან გვიკარნახებინ უფრო სწორედ ისეთ სოფელს, სადაც მაგალითად ჩვენ უფრო მეტად იქ დავდივართ, სადაც გამოფენები არ ეწყობა და მხატვრები არ დადიან, სადაც აი რაღაც უფრო ღრმად. ესე იგი უფრო სხვა მისიაც აკისრია თქვენს და იცით მარტო თბილისი მარტო არ არის საქართველო. თბილისია მარტო რუსთაველის პროსპექტის გამოფენები და მეტი ფაქტურად არსა და იშვიათად სხვა ქალაქებში, ნუ ქუთაისში კიდე რა თქმა უნდა. მაგალითად გორი, ხაშური, ასე და მრავალი და სოფლებში არ უნდა იყოს მოწყობილი გამოფენა, სხვა რაიონებში, პროვინციებში. ეს არ გვაქვს ჩვენ და საქართველოში და არ ხდება ეს საუბედუროდ. და არა მარტო მხატვრები და გამოფენები, არამედ ვინმე მსახიობები. ხო და მე ვფიქრობ, აი ეს ერთ-ერთი მისია ჩვენისა, რომ იცით, აი სოფელთან მივიდეთ ახლო, აი როგორც ახლა გითხარით, მარტო ის არ არის, რომ რუსთაველზეა გამოფენები და თბილისში და პერსონალური გამოფენები უამრავი და ასე შემდეგ. კი ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აი სოფლებსაც უნდა მიხვიდო. და ეს არის ჩვენი კულტურის გადარჩენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სხვა შორის ამ სოფლებში, პროვინციებში მე მგონი უფრო ეს მითხელოვნება ვიდრე იქ ცენტრში. ნამდვილად ისეთ რა იმდენი მოდიან ის სიამოვნებით ნახულობენ ნამუშევრებს, უკვე არჩევენ რაღაცა
ესეთი რაღაც დისკუსიებიც იმართება და ასე შემდეგ. აი მე ვფიქრობ სტუდენტებსაც შეგიძლიათ თქვენ კითხოთ თეორიულ შეტყვით, ისინი გეტყვიან ამას და დაგიდასტურებენ. ხალხთან ურთიერთობა ძირითადად მაინც ეს არის. ხატვარი უნდა იყოს საზოგადოებასთან, ხალხთან და სოფელთან ახლოს და ამას ჩვენ ვაკეთებთ და მე მგონი ვაკეთებთ პირნათლად და ალბათ ეხლა ეს ახალგაზრდები რო წამოვიდნენ ჩემთან ერთად ეს ახალგაზრდებიც გააკეთებენ ასეთივე ამბებს და ასე უფრო ნაყოფიერი იქნება მაშინ ჩვენი შრომა. მგონი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და დიდი მადლობას გიხდით ამისათვის. ნახავთ. თბილისის სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს მოგალაკეთა კავშირის თაოსნობით სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა პროფესორ გივი მიზანდარის ხელმძღვანელობით მოაწყო შემოქმედებითი მოგზაურობა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, რომელსაც პირობითად სიყვარული გზად და ხიდად ეწოდა. ახალგაზრდა მხატვრები უკვე ეწვინენ მცხეთას, კასპს, გორს. ამჟამად ისინი ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში ცხოვრობენ და მუშაობენ. ცრუიან ბალახზე თუფეხშიშველმა არ გაიარე რა ამამული. ჩვენც გადავწყვიტეთ სოფელ-სოფელ შემოვიაროთ ქართლი, კახეთი თუ იმერეთი. შევეცნოთ ჩვენი მამული, ტილოზე გადავიტანოთ და მსოფლიოს გავაცნოთ მისი მშვენიერება. ამბობენ ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრები, კახა თოფჩიშვილი, გელა კაპანაძე, ვლადიმერ დურული, სულხან ნამიჭეიშვილი და ნიკა მეტრეველი. აქვე ქუთაისში ოქროს ჩარდახის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ამ მოგზაურობის დროს შესრულებულ ნამუშევართა გამოფენა. ქუთაისიდან მხატვართა ჯგუფი აჭარას გაემგზავრება. ახალ მომავალში დაგეგმილია ამ ნამუშევართა გამოფენის მოწყობა ევროპის ქვეყნებში. ოდნავ მე ვფიქრობ, აი ეს ერთ-ერთი მისია ჩვენისა, რომ იცით, აი სოფელთან მივიდეთ ახლო, აი როგორც ახლა გითხარით, მარტო ის არ არის, რომ რუსთაველზეა გამოფენები და თბილისში და პერსონალური გამოფენები უამრავი და ასე შემდეგ. კი ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აი სოფლებსაც უნდა მიხვიდო. და ეს არის ჩვენი კულტურის გადარჩენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სხვა შორის ამ სოფლებში, პროვინციებში მე მგონი უფრო ესმით ხელოვნება ვიდრე იქ центрში. По инициативе Тбилисской академии художеств и Союза граждан Грузии группа студентов Академии художеств под руководством заслуженного художника республики профессора Гиви Мизандари устроила творческое путешествие по городам и селам Грузии. Молодые художники уже побывали во многих местах Картли. Теперь они находятся в Кутаиси, живут и работают в окрестностях знаменитого Багратского храма. Весь мир должен знать, как прекрасна наша маленькая страна. Мы решили обойти все ее уголки, почувствовать запах Отечества, перенести на наши полотна причудливую природу Грузии и всех ознакомить с ней. Говорят молодые талантливые художники Каха Топчишвили, Гела Капанадзе, Владимир Дурули, Сулхан Намичеишвили, Нико Метревели. Здесь же, в Кутаиси, в выставочном зале округ Чардахи открылась выставка работ молодых художников, выполненных во время путешествия. Следующий пункт маршрута – Аджария, Батуми. А в ближайшем будущем планируется поездка в странах Европы, где пройдут выставки под названием «Грузия». Что является главной целью, основной целью вашего этого поездки, или как это назвать, этого путешествия, творческого путешествия? Союз художников, Союз граждан Грузии и Академия художеств фактически организовал вот такую как сказать, творческую поездку. Мы, начиная с Мцхети, дошли до Батуми. Между прочим, мы были заходили в селениях, к историческим памятникам. Студенты делали, так сказать, прямо с натуры рисунки, по живописи, по графические вещи делали они. И однако очень интересно то, что мы встречались с людьми, с населением, в деревнях. Делали студенты, наши ребята делали зарисовки. И я думаю, они добились очень интересных и больших успехов. Это с нашей творческие поездки. Ну, а приходя в Батуми, нам было очень приятно то, что Батуми это очень интересный, красивый город с интересными людьми. И вот здесь тоже очень много, ну не очень много, но во всяком случае много эскизов и так далее. Они здесь создали. Я думаю, для их будущей работы это будет очень интересно. Однако мы собираем все эти, значит, по Грузии мы путешествуем, все это собираем для того, чтобы у нас, значит, предвидится очень скоро поездка по европейским странам, и мы хотим там поехать туда. Ну, довольно с интересными работами, так как нам предстоит
выставки во Франции, в Германии, в Бельгии и так далее. В общем, там это очень для этой интересной поездки мы сделали вот эту интересную нашу собственную поездку, и я думаю, это результат. Пошла на пользу. Она пошла на пользу, безусловно, и я думаю, что это большое дело, да. Большое спасибо, желаю успеха. Спасибо. ნიკა, აი რა მოგცა მოგზაურობამ დაწებული თბილისიდან შენს მშობლიურ ქალაქამდე ჩამოხვედი ბათუმამდე უკვე თითქმის ერთი თვის განმავლობაში თუ უფრო მეტი რა მოგცა როგორც მხატვარს ამ მოგზაურობამ როგორც მხატვარს ბევრი მომცა და არა მარტო როგორც მხატვარს არამედ როგორც ადამიანსაც როგორც პიროვნებასაც როგორც მხატვარს მომცა ის რომ ამ ხრის განმავლობაში სხვაგან რო ყოფილიყავი შეიძლება ამდენი არ მემუშავა. ამავე დროს ეს ურთიერთობები ხალხთან, კულტურის ძეგლების გაცნობა, ყველაფერი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემი აზრით და საკმაოდ ბევრია ეს ყველაფერი ადამიანისათვის და მხატვრისათვის განსაკუთრებით. სოფლებში, იმ ქალაქებში სადაც შერდებოდით, როგორ ხვდებოდათ მოსახლეობა? მოსახლეობა ძალიან კარგად ხდებოდა ყველგან, სადაც ვიყავით, ყველგან ესეთი თბილად ხდებოდა ყველგან, რომ მე პირველ შეიძლება ძალიან დავამახსოვრდა და დიდი მადლობელი ვარ მე მათი ყველას. არაკომფორტაბულურმა საველე პირობებში ცხოვრებამ ხომ არ დაგღალათ ამდენი ხნის განმავლობაში? არა, დაღლით, არა, ესეც საინტერესო იყო და თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. კერძებს ვინ გიმზადებდათ 6 მამაკაცი ერთად? კერძებს ბატონი ვალიკო. ბატონი გელა. ჩანს. თქვენ თვითონ ამზადებთ. მორიგეობა გქონათ. კარგი, გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. მადლობა. ორიოდე სიტყვით მოკლედ გვიამბეთ თქვენი ერთობ საინტერესო მოგზაურობის შესახებ. მოგზაურობა როგორ დაიწყო და? როგორ დაიწყო? სულ თავიდან ჩვენ გქონდა ჩანაფიქრი უცხოეთში გავსულიყავით, ნამუშევრები წაგვიყო და გამოფენები მოგვეწყო. კრუიზი გვინდა და გაგვეკეთებინა, მაგრამ მე დავფიქრდით, რომ საქართველოს არ ქონდა მოვლილი და ამიტომ გადავწყვეტეთ შემოგვეული ჩვენი ქალაქები, ჩვენი ლამაზი კუთხეები. გადმოგვეტანა ტილოზე. ახლა კიდევ დაგვრჩა მოსავლელი, ალბათ კიდევ მოვილით სექტემბრისთვის ვაპირებთ წასვლას თიან აჭარაში. რაჭის მხარეს წავალთ ალბათ თიან რაიონებში გავილით. აღვეჭდა ჩვენ შტაბ-ეჭდილებებს, პირველ შტაბ-ეჭდილებებს და ნახოთ მე მომავალი გვიჩვენებს. და აქ გამოფენაზე დარბაზში წარმოდგენილი ნახატები მოგზაურობის დროს შექმნილი რა თქმა უნდა. ყველაფერი ეს არის ამ მოგზაურობის დროს შექმნილი და არაფერი არ არის მიმატებული. თორემ აი მაგალითად ბათუმელი ვარ მე და ბათუმის მხოლოდ ერთი ხედი მაქვს წარმოდგენილი აქ და ისე ადრეული ნამუშევრებიც მაქვს ბათუმზე შექმნილი და ის ამ გამოფენაზე არ წარმოვიდგენია, იმიტომ რომ აქ გამოფენილია მხოლოდ ამ ერთიანი მოგზაურობის დროს გაკეთებული ნამუშევრები. ყოველივე ამას ორგანიზაციას ვინ უწევს? ორგანიზაციას უწევს ჩვენი ხელმძღვანელი გივი მიზანდარი. დიახ. და მასთან სპონსორი მოქალაქეთა კავშირი გვაფინანსებს ჩვენ და თვითონ სამხატვრო აკადემია. კმაყოფილი ხარ თუ არა თქვენი მოგზაურობა და რაც ქონდა ჩაფიქრებული თუ ასრულდა? კმაყოფილი ვართ. ნამდვილად კმაყოფილი ვართ, იმიტომ რომ ამ მოგზაურობამ ძალიან ბევრი მომცა პირადად მე, როგორც ხატვარს და როგორც ადამიანსაც, როგორც პიროვნებას. აი, ჯერტი გავეცანით ხალხთან ურთიერთობა ბევრი მოხდა, შემდეგ კულტურის ძეგლებს გავეცანით და ყველაფერი ძალიან ბევრი თქმელია და ბევრი მომწევია. რა თქმა უნდა, ხალხთან ურთიერთობა და ახალი ადამიანების გაცნობა მთელი წლის განმავლობაში ყველას კარგი დამოკიდებულება ქონდა ჩვენს მიმართ. მე პირადად ძალიან ბევრი მომცა მოგზაურობამ პირიქით ჩემში მოქმედებაში ძალიან ნათელი რაღაცას შეიტანა რა ამ ნამუშევრებმა და რა ვიცი რა ძალიან კმაყოფილი ვარ საერთოდ
და მადლობა მინდა მოუხადო ბატონ გივიმიზიანს ასეთი კარგი მოგზაურობის მოწყობისათვის. ერთით მინდა ბათუმელების სახელით მადლობა მოგიხადოთ ამ დიდი სიამოვნებისათვის. მე ახლა გამიშარარი გაგაკეთე და თქვენი მისი ბინარიან აქ წარმოდგენ. აქ არიან თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ეს არის დურული, აგერ ვალერიან დურული, ეს გახლავთ მეხუთე კურსის სტუდენტი, ხორცეთი. არწევანაზე აგერ არის გერმანული უნივერსიტეტის აი აქ არის ბათუმელი, აქედან ორი ბათუმელია, გერმანი და ადომენიკა. შემდეგ ქუთაისელი სულხან ნამიჭეიშვილი ეს უკვე მეორე კურსის სტუდენტია. აი ამათ ნამუშევრებია და მოგახსენებთ რომ კითხვის ერთ თვეზე მეტია ჩვენ თბილისიდან დავიწყეთ მოგზაურობა. მოდივარ მე მიგიდა სასამართლოს ნამუშევრები და საინტერესო. და შეიძლება რა თავისთავად სხვა შეხედულებაც არ იქნება. მე დიდი ხანი არ ვინახე ამონებრივი სიცოცხლებული ნამუშევარი. რამე თუ აქ ასახულია, უბრალოდ მოგზაურობის შედეგად ნატურაში საქართველოს ფაქტურად საველებეში გიხდება ყოფნა. ეს საქართველოს გამოჩენს ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ გამოხატვაზე. ალბათ ამის გარკვეულწილად და მისურვებს აღარ. ჩვენ ყველა საქართველოს აღმოსავლეთიდან დავიწყეთ და ჩამოვედით ბათუმში. ძალიან ბევრი საინტერესო ადგილები ვნახეთ და მადლობა შემიძლია თქვენზე თქვენზე იგულისხმება დიდი მადლობა დახმარება გამოსცია ამ საქმეში აქ შესაძლოა ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი სტუდენტი, მაგრამ თავიდან არ მოყვებოდა ჯემალი წუწუნა იქნება ჯემალი რამე ჯემალი და ჩვენს ლამაზი საქართველო ხატრული თვალით და ლამაზი ფერებით. ალბათ მომავალში თქვენი ისეთი ახალგაზრდული შემართებით თქვენი ძალიან ეს ლამაზი წამოწყება ეს ამას მარტო წამოწყება კი არა ამას ძალიან დიდი ძალღონე ჭირდებოდა. ახალგაზრდობაში ასეთ უბრალოები ვაოსებ მათ საკუთარ სიცოცხლე და სიძლიერე მე უაღრესად ჩვენ აკავშირებთ ასეთი სტუდენტი აი ჯგუფს ხელოვნების ჯგუფს რომლებმაც ჩამოვძანდნენ ჩვენთან და პირადად ოფიცერთა სახლში ჩაატარა ეს გამოფენა.
По инициативе из граждан, группа студентов Тбилисской Грузии, профессоры путешествия по Грузии, которое длится 1,5 месяца. Молодые художники уже побывали во многих городах и селах маршрутами. Решили обойти все уголки нашей маленькой страны, почувствовать запах Отечества, перенести на наши полотна причудливую природу Грузии и весь мир ознакомить с ней. Говорят молодые талантливые художники Кила Капанадзе, Владимир Дуроли, Кахат Обчишвили, Сулхан Намичешвили, Ника Метравели, а в Батуми к ним присоединил. Вчера в Доме офицеров состоялась выставка работ, выполненных во время путешествия. На них истинский дух с бытом деревни. Искусство, если есть что сказать, говори, да не ври, а если нет, то молчи. Эти ребята скажут свое слово в большом искусстве. Интересно то, что мы встречались с населением в деревнях, делали, студенты наши, ребята делали зарисовки, и они очень интересны, наши творческие поездки. Ну, а приходя в Батуми, нам было очень приятно то, что Батуми очень много, ну не очень много, но во всяком случае, и так далее, они здесь идущие, это будет очень интересно. Однако мы собираем все эти, значит, по Грузии мы путешествуем, собираем по европейским странам, и мы хотим там приехать, поехать туда, работаем, так как нам предстоит выставки во Франции, в Германии, в Бельгии и так далее. შემოვივლით მთელ საქართველოს და ასე შევიგრძნობთ მას. ბრძანა ჩვენთან საუბრისას ბატონმა გივიმ. ეს თითქოს უჩვეულო წამოწყება წინ უძღვის უფრო დიდ ჩანაფიქრს. განაგრძონ სამშვიდობოსლა ევროპაში და ფიქრობენ, რომ ასეთი მოგზაურობის დროს დანახული და ტილოზე აღბეჭდილი საქართველო აჩვენონ მთელ მსოფლიოს. მუხიტიალე ნიკალა ფიროსმანის მიმდევრებმა ერთი თვის მანძილზე 100-ზე მეტი საუკეთესო ნამუშევარი მათ თემატიკაში ზღვის თემად გამოჩნდა. ცხადია ის და ძალურ პირობებს ყოფენ. ობიდან დაბრუნებული და დიდი კომფორტი, მაგრამ იქმნებოდა შედევრები. თუში რაც შევძელით ამ 2-3 წლის განმავლობაში გამაყოფილები არა ვართ, მაყოფილები ვართ და დაგჭირა დღეები ამ ჩვენ აქ ყოფნაში კიდევ ვეცდებით რომ საინტერესო იქნება. Vladimir გელაკაპანეს მცხეთაში დავჭირა რა დიდი დაბეჭდილება და იქაც სპორტს მუშაობდით. იმდენი გადაღებები არ ვიყავთ. კახათობჭიშვილი. ბათუმში ჩამოვედით ვიმუშაოთ, მაგრამ მე მგონი ამით არ ამოიწურება ჩვენი გეგმები რომ ჩაკასკი. ამ ულამაზეს მხარეს საქართველოში. იქ იმდენია საინტერესო და იმდენია გადასატანი ფილოზოფი. კაი მხარია, ძალიან ლამაზი მხარია და საინტერესო ადამიანები ცხოვრობენ. ნუ 17 რა. დიდი ნამუშევარი მაქვს. და აქედან კიდევ ვაპირებ შემდეგ რაღაცა ნამუშევრების გაკეთებას უკვე სა. ეზობლები ასე რომ თქვა ჩვენთან კაფე ბარი, კიდევ პირდაპირ სახლია ვებერთელა 5 სართულიანი 6 სართულიანი სახლის მაცხოვრებლები რაღაც და გარკვეული ყურადღებას იჩენენ ჩვენ იმათ და უაღრესად მადლობელი ვარ მე ბათუმის მოსახლეობისა და ყველას მიმართ. მხატვართა ჯგუფის ერთი წევრი ბათუმელი ნიკა მეტრეველია. ნიჭიერებიჭია დახვეწილი. ამბობენ საგანი რო შენიშნო შორიდან უნდა შეხედო, ანუ უცხო თვალით უნდა შეხედო. აი მაინტერესებს ნიკა ბათუმი როგორ არის ბათუმი როგორ არის. მოდიო შუაშური ბაგრატი ძალიან კარადა ასა ორი ლაპერნეთ. იმის სახლში ვერნისაჟი მოეწყობა, სადაც ამ ჯგუფის ნამუშევრები სასიკერბიანში და შემდეგ გამდიდრებული ფანტაზიით დედაქალაქს დაუბრუნდებიან. თბილისის მთაწმინდის რაიონის მოქალაქეთა კავშირმა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ მოავლინა ხელოვნებისა და მეგობრობის დესპანები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. დევიზით სიყვარული გზა და ხიდი. ცრიან ბალახზე თუ ფიქში შვილა არ გაიარე რა მამული. ამბობდა გალაქტიონ და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, გელა კაპანაძემ, სულხან ამიჭეიშვილმა, კახათ ობჩიშვილმა, ვლადიმერ დურუნმა და ნიკა მეტრეველმა საქართველოს ამსახურებული მხატვრის პროფესორი გივი მაზანგარის ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს სოფელ შემოევლოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, რათა ასე შეიგრძნოთ მამული და აესახათ ნახატებში. მარშრუტმა მოიცვა მცხეთა, კასპი, გორი, ქუთაისი და ბოლოს ბათუმი. მოგზაურობისას შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო ბათუმის ოფიცერთა სახლში. ნატიფი გემოვნებით შესრულებული ნამუშევრებში წარმოდგენილი იყო ქართული კულტურის ხუროთმოძღვრული ძეგლები, საქართველოს განუმეორებელი ბუნების პეიზაჟები, პორტრეტები. მოგზაური მხატვარი სტუდენტების თქმით კი ყოველივე ასე დაიწყო. თავიდან ჩვენ გვქონდა ჩანაფიქრი, უცხოეთში გავსულიყავით, ნამუშევრები წაგვიყო და გამოფენები მოგვეწყობა. კრუიზი გვინდა და გაგვეკეთებინა, მაგრამ მე დავფიქრდით, რომ საქართველოს არ ქონდა მოვლილი და ამიტომ გადავწყვეტით შემოგვევლო ჩვენი ქალაქები, ჩვენი ლამაზი კუთხეები
და გადმოგვეტანა ტილოზე. ყველაფერი ეს არის ამ მოგზაურობის დროს შექმნილი და არაფერი არ არის მიმატებული. ამ მოგზაურობამ ძალიან ბევრი მომსახურება ხმა, როგორც ხატვარს და როგორც ადამიანსაც. ჩემს შემოქმედებაში ძალიან ნათელი რაღაცა შეიტანა რა ამ ნამუშევრებმა და რა ვიცი რა ძალიან კმაყოფილი ვარ საერთოდ და მადლობა მინდა მოუხადო ბატონ გიუმიზანს ასეთი კარგი მოგზაურობის მოწყობისათვის. ახლო მომავალში კი მათ ევროპა ელის. ევროპის ქვეყნებში დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა გამოფენა, რომლის სახელწოდება პირობითად იქნება საქართველო. მეტყველი მოქანდაკე, კარგი სპორტსმენი, საყვარელი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, სამხატვრო აკადემიის სახუთი ფაკულტეტის დეკანი და უბრალოდ საინტერესო და თბილი ადამიანი გივი მიზანდარი. 60-იან წლებში ბატონი გივი ვიეტნამისა და კამბოჯის უნივერსიტეტებში ასწავლიდა და ჩვენი საუბარით სწორედ ამ ქვეყნებში მიღებული შთაბეჭდილებების მოყოლით დაიწყო. ცხოვრობდი ვიეტნამში საკმაოდ დიდხანს. 3 წელიწადი ვიყავი ვიეტნამში ცხოვრობდი და რა ვიცი ახლა, შეიძლება ყალბიგია რა, ხო მაგ დაიწყე ხატო. როგორ უცალე რა. ეს ახლა საერთოდ ეს. მელა. ეს მოდია იოსელიანი. ჩვენ რომ ნატრობდით მილიონერობას რაღაცა დავაკელით იმ ნატრას. სუდა დავიღებდნენ მილიონებს ვიღებთ და არაფერი არ არის. ასე და აგერე მასალა აკადემიისა სტალინზე სტალინი აღარ ძველის Nicolas Candelas. ჯიშიანი კონგოები. არა, ესეთი ჰუმანური კონგოები არის. ეფიქარი მაყოფილდება და ვეგეტი არა. ვეგეტი არა. ვეგეტი არაფერი.
და მარშრუტის ბოლო პუნქტი ბათუმი. ახლა რა მოგცა აი მოგზაურობამ როგორც მხატვარს? როგორც ყველა მხატვრისთვის სავალდებულოა, რა თქმა უნდა, ერთი ჩემი მხრის ყოველი კუთხის გაცნობა. მე მგონი და რა თქმა უნდა, უფრო დაახლოება საკუთარი კუთხეების დამახასიათებელ მხარეებთან თუ როგორ ითქმება, რა ცოტა ისეთი მოულოდნელი იყო, ბევრი რამ მომცა. მაგრამ მე ალბათ უფრო აღმოვაჩენთ, როდესაც დაუბრუნდებით სახლში, გადავხედავთ ჩვენ გაკეთებულს. მივხვდებით ალბათ ჩვენი შრომის შედეგს აღმოვაჩენთ რაღაცა იქნება. ახლა თქვენ მოიარეთ თითქმის მთელი საქართველო თბილისიდან ბათუმამდე. რომელ კუთხეს გამოყოფთ ისეთი განსაკუთრებულად, რომელ ქალაქს რომმა დაგიტოვა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ყველაზე დიდი მოგონებები? რამე თუნდაც კურიოზული თუ შეგემთხვათ ისეთი? კურიოზული თითქმის ყველა ქალაქში და ყველა ადგილზე შეგვემთხვა, მაგრამ გამოყოფით ვერცაც ვერ გამოვყოფ. ყველას თავისი დამახასიათებელი სილამაზე გააჩნია და მე მგონი ერთმანეთზე უკეთესი სამახსოვრო წუთები და საათები შეგრჩება რა. აი ახლა ჩვენ ერთადერთი თავზე გვაწვიმს. და ზღვადაშორის ასეთი დღეები? ზღვადაშორის გუშინ სეტყვაში ვიბანავეთ ზღვაში. ეგეც კურიოზია, მაგრამ აი ამ პირობებმა ძალიან ისეთ პირობებში ვცხოვრობთ. საველე პირობებში არ შეგიშალა ხელი თუნდაც ამათ შექმნაში. თავისი სილამაზე და თავისი ელფერი მიეცა რა, ნამუშევრებში ჩანს მე მგონი რა. ისეთი დღის მონაკვეთია ზოგან ასახული, რომ წარმოუდგენელია. ჩვეულებრივ პირობებში მე მგონი ვერ შექმნით ამ ნამუშევრებს. ესე იგი ვერანაირმა დაპყრობამ ვერ შეგვაჩერა, ვერც კოღოებმა, ვერც წინა, ვერც ეთყვა. მობილიზებულები ვიყავით ასეთი სიტუაციისათვის როგორ. მომავალში რას აპირებთ? მომავალში ალბათ რაც ვერ ნახეთ ბოლომდე. მე მგონი უნდა მოვიაროთ კიდევ სხვა კუთხეები საქართველოს. აუცილებელია, იმიტომ ჩვენ ყველაფერი არ გვინახია და ყველაფერი უნდა ინახოს. ყველაფერი უნდა აისახოს. საქართველო დიდი არ არის, რომ გაგვიძნელდეს ან რაღაც შემოვლა. და ხალხთან ურთიერთობების გვაინტერესებს, რა თქმა უნდა. მათი დამახასიათება დავსვერდით უკვე. დავსვერდით, ხო, ძალიან დიდი მადლობა. შენ ნახატი ყველაზე ძალიან მეწოდება ესე ჩამოხსენი სანამდროა. Можно, შეიძლება ხო? აი ბათუმში ჩამოსვლის დღიდან თითქმის ყოველ დღე ასეთ ამინში გვიხდება კარავში თავის შეფარება და სიცხოვრება. ბიჭებო, რას გაიხსენებთ აი ამ მთელი თვის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ, რაიმე ისეთ კურიოზულს, ხიარულს, რომელიც ძალიან ბევრი იყო, მე ვიცი, დღემდე. მე მინდა აღვნიშნო ის კურიოზული მომენტი, რომელიც ბაგრატიტაზე შეგვემთხვა. ბატონი გივი და ბიჭები გასულები იყვნენ ქალაქში. და მე და გელა და სულხანი დააშენილები ვიყავით. და ამ დროს ქალაქში ქუთაისში ძალიან ძლიერი ქარი იყო. ბაგრატზე. ნიდო მაღლობია და იქ რა თქმა უნდა უფრო ძლიერი ქარი იქნება. ჩვენ წავედით წყალზე, ბოცით რომ ამოგვეტანა წყალი დასალე. ერთით ნახოთ ამოვდივართ და კარავი აღარ არის. ჩვენ გვეგონა რომ იმ დღით ვაპირებდით წასვლას, უკვე ბათუმში წამოსვლას ვაპირებდით და რაღაც ეჭვი შეგვეპარა, ვაით უჩვენო წავიდნენ და უჩვენო წავიდნენ და კარავი აღარ არის, თუმე კარავი წაუქცევია ქარს და მაღლოზე რო იყო აღარ ჭამდა კარავი. რომ მოვედი და კარავი დახვდა, მე შეუდეკით იმის აწყობას. აი ძალიან ისე იყო. რაღაცა თვითონ შემდეგ რა კარავი აღარ აგვიწყვია და თვითონ მონასტერში ვიწექით კარიბჭეში რა წინ შესასვლელში. ეს კარგი გასახსენებელი არის რა საერთოდ. ისე მსგავსი საღამო წუხილისაც იყო, როდესაც საშიშროების ქვეშ დავდექით, რომ კარავს წაგვართმევდა ქარი და შიშის ქვეშ გვეძინა. ბატონო გივი. ნუ რა გავიხსენო, ეს რაღაც არაჩვეულებრივი მოგზაურობა იყო ჩვენი, ბევრი საინტერესო შემთხვევები ჰქონდა, ბევრი ძალიან კარგად იმუშავეს სტუდენტებმა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო სამხატვრო აკადემიას, ასეთი აქციის, ასეთი
მოქალაქეთა კავშირი და მთლიანად ჩვენ იმას საზოგადოებას ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ სტუდენტები ასეთი ვთქვათ, ვრცელი მარშრუტით მოიმოგზაურეს და ძალიან საინტერესო რამდენიმე სიტყვით ბატონ გივთუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით აი რა მოგცათ თქვენ და თქვენ სტუდენტებს ბათუმში მოგზაურობა ეს მოგზაურობა უაღრესად საინტერესო იყო ვინაიდან ჯერ ერთი ეს თვითონ როგორც შემოქმედებითი პროცესი ბევრი ადგილებს ისეთ ადგილებში ვიყავი სადაც უცინ თქვა არავინ არცეთი არჩევნდაგანი არ ყოფილა დავათვალიერეთ შევხვდით ხალხს და ამ შემოქმედებისთვის უაღრესად მნიშვნელობა აქვს ამას თუ ხალხს შევხვდები მუშაობ უშუალო ნატურიდან მუშაობ მოგესალმებით ამჟამად ბევრი ძალიან მხატვარი საერთოდ ნატურაზე არ მუშაობს გადის იმით ჟურნალები და ასე და ადვილად გადის ფონს ეს ამ შემთხვევაში იყო უშუალოდ ნატურაზე მუშაობა უშუალოდ ხალხთან შეხვედრები ნატურიდან ჩანახატები და მას თავარი კიდე ჩვენი ისტორიული ძეგლების ასახვა ტილოებზე ეს იქნებოდა ფერწერაში ეს იქნება გრაფიკაში და ძალიან საინტერესო მე ვფიქრობ რომ უაღრესად შედეგიანი იყო ჩვენი მოგზაურობა ყველა თითოეულ ამ ახალგაზრდა სტუდენტს უკვე აქვს უამრავი მასალა მომავალი შემოქმედებისთვის და ჩვენ რო ვაპირებთ ევროპაში ახლა ახლო მომავალში გამგზავრებას აი ამ ყველა ნამუშევრებით ისინი შექმნიან უაღრესად საინტერესო და კარგ ნაწარმოებებს მე ვფიქრობ და აი გამოფენა გვქონდა ჩვენ ქუთაისში ახლა ბათუმში ვაპირებთ ამ გამოფენას ძალიან დიდი მადლობელი ბათუმის მოსახლეობის მიმართ ვინაიდან ჩვენ ცხოვრობთ კარავში ზღვის პირას ცოტა ისეთ მაგრამ მეზობლები ასე რომ თქვა ჩვენი უახლოესი მეზობლები ვინც არის იქ არის ერთი ჩვენთან კაფე ბარია კიდე პირდაპირ სახლია ვებერთელა 5 სართულიანი თუ 6 სართულიანი სახლის მაცხოვრებლები რაღაცა გარკვეული ყურადღებას იჩენენ ჩვენ მიმართ და უაღრესად მადლობელი ვარ მე ბათუმის მოსახლეობისა და ყველას მიმართ აი მიუხედავად ამ ხანმოკლე დროისა პირველი და შეხედულებები პირველი დასკვნები თუ შეიძლება გააკეთეთ ესე იგი დამაკმაყოფილებელია დიახ უაღრესად საინტერესო როგორც ახლა მოგახსენეთ ეს იყო უაღრესად საინტერესო მოგზაურობა აქცია დავარქვათ ამას რაც გინდა და უაღრესად კიდევ დიდი მადლობა სამხატვრო აკადემიას და მოქალაქეთა კავშირს რომ მოგვიწყვეს და მოგცეს საშუალება აი ამ დონეზე და ასე გვემოგზაურა ჩვენ საქართველოს სხვადასხვა შესანიშნავ კუთხეებში და მით უმეტეს ბათუმში ბათუმი არის უაღრესად ლამაზი რაღაც მიმზიდველი ქალაქი თავისი კეთილი ხალხით ულამაზეს ქალაქია მართალია პატარა მაგრამ ძალიან მარგალიტივით არის ბათუმი საქართველოში დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. თუ შეიძლება წარმოგვიდგეთ თან იმის შესახებ, აი თქვენს შემოქმედებას რა შემატა ბათუმში ჩამოსვლა. ჩემ შემოქმედებას ბათუმში ჩამოსვლა, აი ძალიან ბათუმმა საერთოდ შემდგომი დაბეჭდილება მოახდინა. მიუხედავად ეს უნდა ვთქვათ, რომ აი ბათუმში უფრო რაღაცნაირად განთავისუფლდით. ამდენი გზა გამოიარეთ, ზოგჯერ სადვის ვენებდით, სად ცხოვრობდით. ტაძარი იყო თუ სადმე ისეთი ადგილი კარავში მაინც ძნელია ცხოვრება მაგრამ ბათუმში რო ჩამოვედი ამღელა ახლა ჰაერონება ვნახეთ ზღვის პირზე და ის ამას შეგვამსუბუქა და ჩვენ უფრო რაღაც უფრო დასვენებულად ვიგზენით თავი და ბათუმში რაც შევძელით ამ 2-3 წლის განმავლობაში გავაკეთეთ რამოდენიმე ნამუშევარი რო თქვა უკმაყოფილები არა ვართ უკმაყოფილები ვართ და დაგვრჩა დღეები ამ ჩვენ აქ ყოფნაში კიდევ ვეცდებითო საინტერესო ადგილები გავაკეთეთ ვლადიმერ დურულე აი თქვენ ეს ბათუმი უცხო არ იყო ჩემთვის და გამოგვივიდა ხო დაამთავრე აქ ტექნიკუმი და ერთგვარი დასვენებას გამოგვივიდა და მუშაობდა თუ ამდენმა შეგვიწყეს ხელი უფრო გავამდიძებთ რა ჩვენ სურათებს და უფრო მეტ შევხვდით რა კი გავაკეთეთ ამდენიმე ნამუშევრები მაგრამ ეს ცოტა არის მაინც და ერთი 3 დღე ვიქნებით და კიდე რა ვიცი იმედია რაღაცას გავაკეთებ თუ კიდე ამდენმა შეგვიწყო ხელი რა წლების მერე აი ძალიან დიდი დრო რო გავა აი სად დაგრჩათ აი ისეთი შთაბეჭდილება აი თქვენ ხელოვნებას რო ძალიან დიდი კვალი დააჩნია რომ ხომ არ გაიხსენებთ ასეთ ადგილს ამ მოგზაურობის დროს მცხეთაში დავრჩა რა დიდი შთაბეჭდილება და იქაც ბევრს მუშაობდით იმდენი გადაღლილები არ ვიყავით მუშაობით და ამის უფრო სიტუაცია სხვანაირი იყო იქ ახალ წამოსულები ვიყავით ენერგიაც მეტი ქონდა და მუშაობით და სხვადასხვანაც მუშაობთ მაგრამ მცხეთა მაინც ჩემი აზრით უფრო დიდი გავლენა იქონია ჩვენს ნამუშევრებზე გელა კაპონაზე
ბათუმში ჩამოვედით, ვიმუშავეთ, მაგრამ მე მგონი ამით არ ამოიწურება ჩვენი გეგმები, მიზნები რო იტყვიან. ჩვენ გვინდა ვესტუმროთ მთიან აჭარას კიდე. ამ ულამაზეს მხარეს საქართველოში. იქ იმდენია საინტერესო და იმდენია გადასატანი, ესე ვთქვათ, ტილოზე თუ. საიდან იცით? არა, წარმოდგენა, ეხლა წარმომიდგენია, რა თქმა უნდა და იქაურ ადამიანებს ვცნობ და იმათი მონაყოლიდანაც, რა თქმა უნდა, ტელევიზიასაც დიდი გავლენა აქვს ჩვენზე. და საერთოდ ვიცი რომ კაი მხარეა, ძალიან ლამაზი მხარეა და საინტერესო ადამიანები ცხოვრობენ. იცით ალბათ რომ იქ რომ მოხდებით დიდ რაღაცა შექმნით. დიდ რაღაცა შევქმნით, მეთქი მაგას ვერ ვიტყვი დარწმუნებით, მაგრამ ვეცდებით რომ ისეთი ნამუშევრები გავაკეთოთ, რომ დაგვამახსოვრდეს და რაღაც ისეთი განსხვავებული იყოს ყველასაგან მაინც. თვითონ ბათუმი ყველაზე საყვარელი ქალაქია და მწვანე მარგალიტია რო იტყვია. მუშენერის მხარე. კაღათობჭიშვილი. მადლობთ. ვარცდებით ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ხო? მე გახლავართ ყველაზე უმცროსი ამ 6 კაციან ჯგუფში და ეს პირადად არა მარტო ბათუმი, საერთოდ ეს მოგზაურობა ძალიან დიდი პრაქტიკის მომცემი იყო ჩემთვის. უფროს კურსელები არიან დანარჩენი, იმათგან ბევრი რამე ვისწავლე და რაღაცა საერთოდ. და დიდი მადლობა მინდა მოუხადო ბატონ გივი მიზანდარს რა ამისთვის, რომ ასეთ ჯგუფში ჩამრთო რა და მონაწილეობა მიმაღებია ამ მოგზაურობაში. რამდენი სურათი შექმნით? სურათი 15 ნამუშევარი შევქმნით და 2 ბათუმში, ну 17 რა, 17 ნამუშევარი მაქვს. და აქედან კიდევ ვაპირებ შემდეგ რაღაცა ნამუშევრების გაკეთებას უკვე ეს სახში რა. რომოს გამოყოფთით? ნამუშევრებიდან, ну გამოვყოფთი ბაგრატის ტაძარს, მცხეთაში შვეტი ცხოველი, ბათუმში პორტი გავაკეთე რა, ნორმალურად რა. ვიცი, ბევრი კარგი რამეებია საერთოდ რა ეტიუდის სახითაც გაკეთებული. სულხან ამიჭეიშვილი. მადლობთ. ბატონი სამწუხაროდ ჩვენი 2 ბათუმელი ვერ მოვიდა, ვერ ჩავიწერეთ ინტერვიუ, ამიტომ იძულებული ვართ ეს თქვენი საშუალებით შევავსოთ. აი რა სიტყვით ამ 2 წევრზე? რა შეეხება ნიკამეტრებას, ხო იცი, ბათუმელი რაჭველია, მაგას ასე შევარქვი და აი ეგერ თუ გადაიღებთ ამას რომელი ეს რო იცნო, მაინც საზოგადოება, ბათუმის საზოგადოება ძალიან საინტერესო ყმაწვილია. დღეს რატო არ არიანი? არც ეს ნიკა დარჯემაც უწუნავა, იმიტომ რომ ვინაიდან ბათუმელები არიან და ხვალინდან ჩვენი გამოფენის ორგანიზაციის აკეთებენ და ძალიან დასანანიან ისინი კადრში აღარ ხვდებიან, როგორც ვთქვათ, ისა სოციალურ ეთერში თუ როგორ ქვია მას. ხო, ისე ორივე ძალიან საინტერესო ყმაწვილები არიან, ძალიან განსაკუთრებით ეს ნიკა მეტრეველი უაღრესა ნიჭიერებიჭია, დახვეწილი, ორივე ასეთები არიან, დახვეწილი გემოვნები და ძალიან კარგი ადამიანები და ძალიან კაი მხატვრები, მე ვფიქრობ მათ სახით საქართველოს შეემატება 2 ახალგაზრდა ძალიან საინტერესო მხატვარი. ბატონი ამბობენ საერთოდ საგანი რო შენიშნო, შორიდან უნდა შეხედო, ან უცხო თვალით უნდა შეხედო. აი მაინტერესებს ნიკა ბათუმელია და ნიკა შემოქმედებაში სხვა როგორ არის, ბათუმი როგორ არის? ნიკა შემოქმედებაში სხვა შორის ბაგრატის ძალიან კარგად ასახული და ასევე ზე ნიჭიერ კაცზე ორივე ყველაფერი ერთნაირად ეხერხება და სხვა შორის ნიჭიერ მხატვარ სხვა რაღაცების კარგად ეხერხება, ხელობას კარგად ეცის და ესე მხატვრობაში როგორ ეს ხელოვნება საერთოდ ქართული ძალიან ისე არის როგორც არც ერთ სხვა ხალხებში. ხელოვნება, ესე იგი ხელობა და ვნება ერთად, ხო იცით? ხელობა ესე იგი ცოდნა უნდა კონდეს, ხელობა უნდა იცოდე და მასთან ერთად უნდა კონდეს ვნება, ეს არის მხატვრობა. აი ესე ძალიან კარგად არის, იგზიან არტისტ და რაღაცა და პენტრ და ასე შემდეგ და ქართულში არის ძალიან კარგად და ესეც ხელოვანია სწორედ ნიკა. მადლობთ. კეცე იმერეთი, მთას ვკეცე და ბარიც ვკეცე. ეს პატარა საქართველო ვერ იქნა და ვერ დავკეცე. ქალამანი გამიწვდა და ბრაზეთ მჯიღებს ვიცემ მკერდზე. კახეთ სუფრა გავშალე და ქართლიც მოვისკუპე გვერდზე. ვკეცე სამეგრელოც, გორიაც და რაჭაც ვკეცე. ფეხში შველმა მოვიარე, თუმც ვერ იქნა, ვერ დავკეცე.
სწორედ ასე კეცა და ვერ დაკეცა საქართველოს თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა, რომელმაც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მოაწყო შემოქმედებითი მოგზაურობა სახელწოდებით მეგობრობა გზად და ხიდად. ამ აქციის ინიციატორები იყვნენ თბილისის სამხატვრო აკადემია და საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. ჯგუფს ხელმძღვანელობდა საქართველოს დამსახურებული მხატვარი პროფესორი გივი მიზანდარი, რომელიც თვლის, რომ ერთ-ერთი მისია ჩვენისა, რომ იცით, აი სოფელთან მივიდეთ ახლო და როგორც ახლა გითხარით, მარტო ის არ არის, რომ რუსთაველზეა გამოფენები და თბილისში და პერსონალური გამოფენები უამრავი და ასე შემდეგ. კი ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აი სოფლებსაც უნდა მიხვიდო. და ეს არის ჩვენი კულტურის გადარჩენა და ასე შემდეგ და სხვა შორის ამ სოფლებში, პროვინციებში მე მგონი უფრო ესმით ხელოვნება ვიდრე იქ ცენტრში. მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო. გზად ისინი ეწვიდნენ მცხეთას, კასპს, გორს, ხოლო ჩვენი გადამღები ჯგუფი მათ ქუთაისში შეუერთდა. ყველა სოფელში, სადაც მხატვრები ჩერდებოდნენ, მათ დიდი სიყვარულით ხვდებოდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანი, ბუნება და ხელოვნება ერთი მთლიანი, განუყოფელი ნაწილია. მართალია, ქართველები არც ისე ვართ განებივრებულნი, მაგრამ ახალგაზრდა მხატვრებმა მოგზაურობის დროს ყველანაირ კომფორტზე უარი განაცხადეს და გადაწყვიტეს. ეცხოვრათ ღია ცის ქვეშ, კარვებში, ემზადებინათ სადილი შუა ცეცხლზე, შიშველი ფეხით გაევლოთ მამულზე, მთელი სიძლიერით შეეგრძნოთ საქართველოს ბუნება, გადმოეტანათ იგი ტილოზე და ყველასთვის ეჩვენებინათ, რა მშვენიერია ჩვენი პატარა საქართველო. ქუთაისში სტუმრებს ბაგრატის ტაძარი მასპინძლობდა. ოქროს ჩარდაღში კი მოეწყო მოგზაურობის დროს შექმნილ ნამუშევართა გამოფენა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. ასობით ქუთათური გაეცნო ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების შემოქმედებას. და მარშრუტის ბოლო პუნქტი ბათუმი. აჭარის ულამაზესი ქალაქი წვიმიანი ამინდით შეეგება სტუმრებს. მიუხედავად ბუნების ჭირვეულობისა, ახალგაზრდები მაინც ბევრს მუშაობდნენ. მათ ტილოებზე ამჯერად ზღვის თემა გამოჩნდა, ხოლო ამ ტილოების გამოფენას ბათუმის ოფიცერთა სახლმა უმასპინძლა. გაეცადეთ ჩვენი გადაცემის გმირებსაც. კახა თოფჩიშვილი, ბუნებით კეთილი და ულმობიერია. მისი ხობია მეგობრებთან ყოფნა. ოცნებობს ჰქონდეს უზარმაზარი სახელოსნო ზღვისპირას და მთაში. ვფიქრობ, კახას ოცნება ჯერჯერობით სამწუხაროდ ოცნებად დარჩება. რეალობა კი ასეთია. დაამთავრა ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელი, არის საკავშირო კონკურსის პრემიის ლაურეატი. ამჟამად სწავლობს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის მეხუთე კურსზე. დიმიტრი ხახუტაშვილის სახელოსნო. ეხლა თქვენ მოიარეთ მთელი საქართველოს თბილისიდან ბათუმამდე. რომელ კუთხეს გამოყოფთ ისეთი განსაკუთრებულად, რომელ ქალაქს, რომელმა დაგიტოვა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ყველაზე დიდი მოგონებები, რამე თუნდაც კურიოზული შეგემთხვათ ისეთი. კურიოზული თითქმის ყველა ქალაქში და ყველა ადგილზე შეგვემთხვა, მაგრამ გამოყოფით ვერცაც ვერ გამოყოფ. ყველას თავისი დამახასიათებელი სილამაზე გააჩნია და მე მგონი ერთმანეთზე უკეთესი სამახსოვრო წუთები და საათები შეგვრჩება რა. აი ახლა ჩვენ ორთავეს თავზე გვაწვიმს. და სხვადასხვა ასეთი დღეები? სხვადასხვა გუშინ სეტყვაში ვიბანავეთ ზღვაში. ეგეთ კურიოზია, მაგრამ აი ამ პირობებმა ძალიან ისეთ პირობებში ვცხოვრობთ. საველე პირობებში არ შეგიშალა ხელია თუნდაც ამათ შექმნაში. თავისი სილამაზე და თავისი ელფერი მიეცა რა, ნამუშევრებში ჩანს მე მგონი რა. ისეთი დღის მონაკვეთია ზოგან ასახული, რომ წარმოუდგენელია. ჩვეულებრივ პირობებში მე მგონი ვერ შექმნით ამ ნამუშევრებს. ესე იგი ვერანაირმა დაბრკოლებამ ვერ შეგვაჩერა, ვერც კოღოებმა, ვერც წინა, ვერც ეთყვა. მობილიზებულები ვიყავით ასეთი სიტუაციისათვის. მომავალში რას აპირებ? მომავალში ალბათ რაც ვერ ნახეთ ბოლომდე,
მე მგონი უნდა მოვიაროთ კიდევ სხვა კუთხეები საქართველოს. გელა კაპანაძე, ფერწერის კათედრის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი, საგარელის სახელოსნო. დაამთავრა ბათუმის სამხატვრო ტექნიკუმი. უაღრესად კეთილსინდისიერად ეკიდება თავის პროფესიას. ბუნებით წყნარი და მშრომელია. მცხეთაში დაგვჭირა და დიდი შტაბი ჭირდება და იქაც ბევრს მუშაობდით. იმდენი გადაღლილები არ ვიყავით მუშაობით და ამის უფრო სიტუაცია სხვანაირი იყო იქ. ახალ წამოსულები ვიყავით, ენერგიაც მეტი ჰქონდა. მუშაობით და სხვაგანაც მუშაობთ, მაგრამ მცხეთა მაინც ჩემი აზრით უფრო დიდი გავლენა იქონია ჩვენს ნამუშევრებზე. ვლადიმერ დურული, ფერწერის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, დიმიტრი ხახუტაშვილის სახელოსნო. დაამთავრა ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელი. გამოირჩევა მოყაითობით. მისი ჰობია სპორტი. ძალიან უყვარს თავისი საქმე, იმდენად რომ არავითარ ცდუნებას ახლოს არ იკარებს. ბათუმში უფრო რაღაცნაირად განთავისუფლდით. ამდენი გზა გამოვიარეთ, ზოგჯერ სადვის ვენებდით, სად ცხოვრობდით, ტაძარი იყო თუ სადმე ისეთი ადგილი, კარავში მაინც ძნელია ცხოვრება, მაგრამ ბათუმში რო ჩამოვედი ამღელა ახლა ჰაეროვნება ვნახეთ ზღვის პირზე და ის ამას შეგვამსუბუქა და ჩვენ უფრო რაღაც უფრო დასვენებულად ვიგზენით თავი. და ბათუმში რაც შევძელით ამ 2-3 წლის განმავლობაში გავაკეთეთ რამოდენიმე ნამუშევარი, თქვა უკმაყოფილები არა ვართ, კმაყოფილები ვართ და დაგვრჩა დღეები ამ ჩვენ აქ ყოფნაში კიდევ ვეცდებით რომ საინტერესო ადგილები გავაკეთოთ. აი ბათუმში ჩამოსვლის დღიდან თითქმის ყოველ დღე ასეთ ამინჩი გვიხდება კარავში თავის შეფარება და სიცხოვრება. ბიჭებო, რას გაიხსენებთ აი ამ მთელი თვის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ, რაიმე ისეთ კურიოზულს, ხიარულს, რომელიც ძალიან ბევრი იყო, მე ვიცი, დღემდე. მე მინდა აღნიშნო ის კურიოზული მომენტი, რომელიც ბაგრატის ტაძარში შეგვემთხვა. ბატონი გივი და ბიჭები გასულები იყვნენ ქალაქში. და მე და გელა და სულხანი დარჩენილები ვიყავით. ამ დროს ქალაქში ქუთაისში ძალიან ძლიერი ქარი იყო. ბაგრატზე. ნიდო მაღლობია და იქ რა თქმა უნდა უფრო ძლიერი ქარი იქნება. ჩვენ წავედით წყალზე, ბოცით რომ ამოგვეტანა წყალი დასალე. ერთით ნახოთ ამოვდივართ და კარავი აღარ არის. ჩვენ გვეგონა რომ იმ დღით ვაპირებდით წასვლას, უკვე ბათუმში წამოსვლას ვაპირებდით და რაღაც ეჭვი შეგვეპარა, ვაი თუ უჩვენო წავიდნენ და უჩვენო წავიდნენ და კარავი აღარ არის, თუმე კარავი დაუცევია ქარს და მაღლოზე რო იყო აღარ ჭამდა კარავი. რომ მოვედი დავი, კარავი დახვდა, მე შეუდეგით იმის აწყობას. რაღაცა თვითონ შემდეგ რა კარავი აღარ აგვიწყვია და თვითონ მონასტერში ვიწექით კარიბჭეში რა წინ შესასვლელში. სულხან ნამიჭეიშვილი, ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. იგი სამხატვრო აკადემიის მეორე კურსელია. როგორც თვითონ ამბობს, მოგზაურობის დროს ბევრი რამ ისწავლა უფროსი მეგობრებისაგან. მე გავხმართ ყველაზე უმცროსი ამ 6 კაციან ჯგუფში და ეს პირადად არა მარტო ბათუმი, საერთოდ ეს მოგზაურობა ძალიან დიდი პრაქტიკის მომცემი იყო ჩემთვის. უფროს კურსელები არიან დანარჩენი, იმათგან ბევრი რამ ვისწავლე და რაღაცა საერთოდ. და დიდი მადლობა მინდა მოუხადო ბატონ გივი მიზანდარს რა ამისთვის, რომ ასეთ ჯგუფში ჩამრთო რა და მონაწილეობა მიმაღებია ამ მოგზაურობაში. რამდენი სურათი შექმნით? სურათი 15 ნამუშევარი შევქმნით და 2 ბათუმში, ну 17 რა, 17 ნამუშევარი მაქვს. და აქედან კიდევ ვაპირებ შემდეგ რაღაცა ნამუშევრების გაკეთებას უკვე ეს სახში რა. რომს გამოყოფთით? ნამუშევრებიდან, ну გამოყოფთი ბაგრატის ტაძარს, მცხეთაში სვეტი ცხოველი, ბათუმში პორტი გავაკეთე რა. ნიკა მეტრეველი, ფერწერის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი. დამთავრებული აქვს ბათუმის სამხატვრო სასწავლებელი. ძალიან სიტყვაძუნწი და შრომის მოყვარია. მისი ჰობია მუსიკა. ნიკა, რა მოგცა მოგზაურობამ დაწყებული თბილისიდან შენს მშობლიურ ქალაქამდე ჩამოხვედი ბათუმამდე უკვე თითქმის 1 თვის განმავლობაში თუ უფრო მეტი. რა მოგცა როგორც მხატვარს ამ მოგზაურობამ? როგორც მხატვარს ბევრი მომცა და არა მარტო როგორც მხატვარს, არამედ როგორც ადამიანსაც, როგორც პიროვნებასაც. აი, როგორც მხატვარს მომცა ეს, რომ ამ ხრის განმავლობაში სხვაგან რო ყოფილიყავი, შეიძლება ამდენი არ მემუშავა. ამავე დროს ეს ურთიერთობები ხალხთან, კულტურის ძეგლების გაცნობა, ყველაფერი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემის აზრით და საკმაოდ ბევრია ეს ყველაფერი ადამიანისათვის და მხატვრისათვის განსაკუთრებით. აი სოფლებში, იმ ქალაქებში, სადაც შერდებოდით, როგორ ხდებოდათ მოსახლეობა? მოსახლეობა ძალიან კარგად ხდებოდა ყველგან, სადაც ვიყავით, ყველგან ესეთი თბილად ხდებულობდნენ ყველგან, რომ მეტი რო არ შეიძლება.
ძალიან დავამახსოვრდა და დიდი მადლობელი ვარ მე მათი ყველას. არაკომფორტაბელურ საველე პირობებში ცხოვრებამ ხომ არ დაგაღალათ ამდენი ხნის განმავლობაში? არა, დაღლით, არა, ესეც საინტერესო იყო და თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. ხელოვნების პირველი კანონი. თუ არა გაქვს სათქმელი გაჩუმდი, თუ გაქვს, თქვი და ნუიცრუებ. დაიმახსოვრეთ ეს სახელები. სულხან ამიჯეიშვილი. კაღათოფიშვილი. ნიკა მეტრეველი. გელა კაპონაძე. ვლადიმერ დურულე. დაიმახსოვრეთ, რამე თუ ეს ბიჭები იტყვიან თავის სათქმელს დიდ ხელოვნებაში.